რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში რიგით მეოთხე ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში 8 რელიგიური ორგანიზაცია მონაწილეობდა, შეჯიბრის 7 ეტაპად ჩატარდა და ტურნირის ბოლოს 3 გამარჯვებული გამოვლინდა. ჩატარდა მეოთხე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. ეს გახლავთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და რელიგიის სააკეთოს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანი გახლავთ ყველაზე ინტელექტუალური სპორტის ჭადრაკის პოპულარიზაცია რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. ჩემპიონატში დღეს მონაწილეობა მიიღო 8 რელიგიურმა ორგანიზაციამ. 3 გამარჯვებული ყავს. შეჯიბრება გაიმართა წრიული სისტემით 7 ტურად, სადაც ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდა. მონაწილეობდნენ 7 გარემოში, კარგ გარემოში და გათამაშდა საინტერესო პარტიები. და ვფიქრობ დღეს დღევანდელი დღით ყველა მონაწილე მაყოფილი დარჩა ჭადრაკის თამაში და დღევანდელი დღით. გაიმარჯვა მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდმა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენც როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვიყავით ამ ტურნირის მონაწილენი. მადლობა ღმერთს, წელსაც გავიმარჯვეთ. პირველი ადგილი ავიღეთ, ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის დიდი სიხარულია, რომ საქართველოში როგორც ძირძველი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაში ცოცხალია ის ნიჭიერება, რაც საჭადრაკო ჩემპიონატშიც გამოვლინდა.